საღამო მშვიდობის ეთერში ინფორმაციის დროა დღის სიახლეებს მოკლედ ნინი თაქთაქიშვილი გაგაცნობთ. Adigენში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. გუშინ ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. უთანხმოების მიზეზი რელიგიის საბჭოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მუსლიმებს სასაფლაოს გაკეთების უფლება მიენიჭათ. აღნიშნულ ფაქტს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, როგორც მან განმარტა მუსლიმებს თავს რაიონის გამგებლის თანხმლები პირები დაესხნენ. ნაკაიძემ სამართალდამცველებს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა. ფაქტზე განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. სურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის რწმენის ან მრწამსის გამოითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს, ნათქვამია განცხადებაში. ტყიბულელმა მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. 7 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქნახშირი GIG-ის საერთო სახელმწიფო ფონდი 5%-მდე გაიზრდება. მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებულებს კი ხელფასები 5%-ით მოემატებათ. კომპანია თანამშრომლებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეების ხელფასების ნახევარსაც აუნაზღაურებს. მოლაპარაკებაში მონაწილეობას ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქნახშირი GIG ჯგუფის ფინანსური დირექტორი და მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტის წევრები იღებდნენ. მივახციეთ შეთანხმებას რაღაცებს შეიძლება ახლა კმაყოფილი თლად კმაყოფილი არ იყოს, არ ვიხსნა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნაბიჯი გადმოიდგა კომპანიის მხრიდან. პრემიერ-მინისტრი არაალკოჰოლური სასმლის მწარმოებელთა ასოციაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სასმლის სავალდებულო მარკირების საკითხზე იმსჯელეს. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ სავალდებულო მარკირების სისტემის ამოქმედების შემდეგ ბაზარზე აღრიცხული პროდუქციის რაოდენობა 17%-ით გაიზრდება. ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ მარკირება არსებული ფორმით დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან შვეიცარიული კომპანიის კუთვნილი მარკირების აპარატები ხარვეზებით მუშაობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით აღნიშნულ თემას კომპლექსური შესწავლა სჭირდება. ამ მიზნით გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ბაზარზე დაკვირვება გაგრძელდება. კერძოდ დაითვლება პროდუქციის რაოდენობრივი ზრდა და საბოლოო გადაწყვეტილება კომპლექსური ანალიზის შედეგად მიიღება. ბაზარზე დაკვირვება სავარაუდოდ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ბაზრის შესწავლის პერიოდში მარკირების საფასურის გადახდა სახელმწიფო განაგრძობს. ჯანდაცვის მინისტრმა შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა გამართა. დავით სერგეენკომ და იან კელიმ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები განიხილეს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებულ მიღწევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათა შორისი გარდამავალი პასუხისმგებლობის ხელშეკრულების საკითხებსაც. შეხვედრაზე თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებიც განიხილეს. ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ქართულ ჯანდაცვის სისტემაში მთელი რიგი უნიშნულოვანესი რეფორმა განხორციელდა. ამ რეფორმებიდან ნაწილი უკვე დასრულებულია და მათ დიდი გავლენა იქონიეს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, ხოლო რამოდენიმე მნიშვნელოვანი მათგანი ახლაც მიმდინარე ფაზაში არის. მათგან გამორჩეული არის ალბათ იგივე ლუგარის სამეცნიერო ცენტრის აქტივობა, გამორჩეული არის ის პროექტი, რომელიც საბოლოო მიზანიც არის ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში. და ასევე იგეგმება მთელი რიგი ახალი პროექტების მიმდინარეობა. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა კონკრეტული საუბრები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს არსებული თანამშრომლობა და გახდეს უფრო მეტად მდგრადი. შეხვედრის დროს ასევე ვისაუბრეთ მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მარტის შუა რიცხვებში შედგება. ვისაუბრეთ იმ დეტალებზე, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად პროდუქტიული გახდეს მინისტრის ვიზიტი ამერიკაში. დაგეგმილი გვაქვს და ხელს უწყობთ, რომ ის სტუმროს და მაღალი დონის შეხვედრები გამართოს აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრ პროდუქტიული შეხვედრები გქონდეს ნიუ-იორკში, დაგეგმილ გაეროს შეხვედრების დროს. ველით, რომ ეს იქნება ძალზე სასარგებლო და პროდუქტიული ვიზიტი. ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის წევრებთან ერთად ანტიკორუფციული კომისიის მუშაობას აჯამებს. პარტიამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობაც დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ანტიკორუფციული კომისიის გასვლითი სხდომების გაგრძელების საკითხიც განიხილეს. დეპუტატებმა კომისიის წევრებთან ერთად რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და საარჩევნო წლის განმავლობაში კომისიის მუშაობის მასშტაბებზე იმსჯელეს. ჩვენ NDS-თან ერთად ვატარებთ ტრენინგს და განხილვის თემები, ეს არის კორუფციული საკითხები და პარტია მსჯელობს გაგრძელოს თუ არა ანტიკორუფციული კომისიის გასვლითი სხდომები, ალბათ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და მონაწილეობენ ტრენერები, პარტიის წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრები. კორუფცია ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის იქცა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და საბოლოო ჯამში ეს აზარალებს სწორედ საზოგადოებასაც და ქვეყანასაც. კორუფცია არის ის რის გამოდაც იხარჯება ასეულობით მილიონი ლარი დედაქალაქში, ჩვენ რეგიონებში, სახელმწიფოში და არაფერი წინ არ მიდის, არანაირი კონკრეტული დასრულებული პროექტი, რომელთაც ხელისუფლება საზოგადოებას ხელშეუწყობდა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, ფაქტობრივად არ გვაქვს. ამიტომ ამ თემაზე შეკრება, ამ თემაზე იდეების გაცვლა და საუბარი რეგიონებში არსებულ პრობლემებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ კიდევ ერთხელ დავსახავთ მომავალ გეგმებს, როგორ ვებრძოლოთ კორუფციას ადგილობრივ დონეზე, სახელმწიფო დონეზე და რაც თავარია, როგორ დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ კორუფციასთან შეგუება არის რეალურად სახელმწიფოს დამარცხება. ქალები პოლიციაში. საერთაშორისო კონფერენცია ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების ელჩთან ერთად გახსნა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიების დასაწყისში აღნიშნა, გენდერული თანასწორობის დაცვა საზოგადოებაში და ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კონფერენციის მონაწილეებმა კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მაია ჯავახიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. კონფერენცია უკვე მეხუთე წელია საქართველოში ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანი სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა. გენდერული თანასწორობის დაცვა საზოგადოებაში და ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და შეიძლება ითქვას უკვე ძლიერი მხარეა. ამ მიმართულებით რიგი ღონისძიებები იქნა განხორციელებული, კერძოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა სამინისტროს გენდერული აუდიტი და გამოქვეყნდა კონკრეტული რეკომენდაციები. დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე საქართველოს ყველა რეგიონში სამართალდამცავებს ჩაუტარდათ ტრენინგები. განათლების მინისტრმა 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს დირექტორთან და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანთან ერთად ახალი ქიმიის ლაბორატორია დაათვალიერა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია სან-დიეგოს უნივერსიტეტის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიების ნიმუშია. პარტნიორი უნივერსიტეტების ბაზაზე გარემოდდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა 1688 კვადრატული მეტრის ფართი, მათ შორის 7 სალექციო ოთახი და 2 ლაბორატორია. პრაქტიკული მუშაობის შედეგად სტუდენტები საქართველოში ამერიკულ განათლებას მიიღებენ. ერთი თითქმის დასრულებულია და ქიმიის ლაბორატორიაც ძალიან მეტად დასრულდება, აღჭურვილი აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით და იგივე პროცესები უკვე მიმდინარეობს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც და წელს დაიწყება მშენებლობა იმ ინფრასტრუქტურისა, სადაც უნდა გათავსდეს ლაბორატორიები უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ის მიზანი, რომელიც დავისახეთ, რომ ამ კომპონენტის, უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში მომხდარება ჩვენი უნივერსიტეტების ინსტიტუციური და ტექნიკური, ასე ვთქვათ, გაძლიერება მიდის გეგმაზობიერად. დღეს ვეწვიეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ერთ-ერთ ლაბორატორიას, რომელიც რეაბილიტირებული იქნა 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში. საქართველოში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით. ეს გახლავთ 30 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსება, რომლის ფარგლებში საქართველოში დავიწყეთ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამების შეთავაზება. მათ შორის ერთ-ერთი პროგრამა გახლავთ ქიმია ბიოქიმიის პროგრამა, ჩვენ ვიმყოფებით ქიმიის სახალ ლაბორატორიაში, რომელიც სან-დიეგოს უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტით საინჟინრო სკოლის ფორმატში გარემოდა, ხედავს აბსოლუტურად სხვა გარემოს, თანამედროვე გარემოს. ის აღიჭურება
თანამედროვე ტექნოლოგიებით უკვე ჩამოტანილი აპარატურა ნაწილი მაგიდებზეა, მაგრამ თავარი კიდევ უნდა დამონტაჟდეს, იქნება თვისობრივად ახალი ლაბორატორია, რომელიც მის საშუალებას რომ უმაღლესი დონის სპეციალისტები გაიზარდონ და მაღალი დონის სამეცნიერო კვლევა ჩატარდეს. ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან. ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანადოლიძემ საჯარო ლექცია გასაუბრების სტრატეგია მომავალი ლიდერებისთვის. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეკრებილი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ანადოლიძე საჯარო სექტორში ლიდერის პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე ესაუბრა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, განვითარებად სახელმწიფოებში ლიდერის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აუცილებელია ახალგაზრდები ინფორმირებულნი იყვნენ იმ თვისებების შესახებ, რაც ლიდერს უნდა ახასიათებდეს. შეხვედრის დასასრულს დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. განსაკუთრებით განვითარებად სახელმწიფოსათვის, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის ახალი და არ არის ძალიან ძლიერი, ან ახლა ყალიბდება და ვითარდება, ლიდერის როლი უფრო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან საჭირო როტოა საზოგადოებასთან საუბარი იმაზე, რა ლიდერობა, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ლიდერს და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ ბევრ ახალგაზრდას განსაკუთრებით გამოუვლინდეს პოტენციალი მომავალი ლიდერების. რაც მეტი ლიდერი ექნება საქართველოში, მით უფრო შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ამ ქვეყნის ბედთან დაკავშირებით. მქონდა საჯარო შეხვედრა ქალბატონ ანადოლიძესთან, იყო მეტად საინტერესო შეხვედრა, საუბარი ეხებოდა ლიდერობას და ლიდერულ ნარჩევებს, მან ისაუბრა საკუთარ პირად პრაქტიკაზე და ახსნა, რომ ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან და ეს იყო ძალიან პოზიტიური მოვლენა თითოეული ჩვენგანისათვის, ვინც დავესწარით ამ შემოხვედრას, რადგან მივიღეთ დიდი გამოცდილება და ვეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ ლიდერებად და მივაღწიოთ ბევრ ცხოვრებაში. ლექცია ეხებოდა გასაუბრების ტექნიკას უშუალოდ ლიდერებისთვის. უნდა აღინიშნო, რომ ჩვენთვის ახალი თაობები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციის მიღება, ვინაიდან საჯარო სექტორში დასაქმება ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ ქალბატონ ანასგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ ესეთ პირისგან ინფორმაციის მიღება და ვფიქრობ, სამომავლოდ ძალიან ასე ვთქვათ, ნაყოფიერად გამოვიყევთ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. დღეს ინფორმაციის დრო ამით დასრულებულია, მე ხვალამდე გემშვიდობებით.